მაშასე ქალბატონებო და ბატონებო საქართველოს ჩემპიონის ქამრისათვის ერთმანეთის წინააღმდეგ 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენ ვხედავთ ბორჯომელ მოკრივეს ნოდა რობაქიძეს და მის ვიზავის ვალერი გოჯიაშვილს. ბრძოლა იქნება 10 რაუნდიანი და სწორედ აი ამ 10 რაუნდიან ორთაბრძოლაში გაირკვევა საუკეთესოს ბედი ვინ მოიპოვებს ამ უპრესტიჟულეს ტიტულს საქართველოს ჩემპიონის ქამარ სუპერ საშუალო წონაში. მინდა გითხრათ რომ ნოდა რობაქიძე ბორჯომელი მოკრივე ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი მოკრივეა. არაერთი ორთაბრძოლა აქვს გამართული ევროპაში უძლიერესი ელიტარული მოკრივეების წინააღმდეგ. ნაბრძოლი აქვს სოფლიო ქამრებზე, ნაბრძოლი აქვს სოფლიოს არაიტინგო ბრძოლები, არაერთი წარმატებული ორთაბრძოლა აქვს ჩამოტანილი ევროპიდან, არაერთგან აქვს აფრიალებული საქართველოს დროშა, არაერთგან აქვს აჟღერებული საქართველოს ჰიმნი. ნოდა რობაქიძეს იცნობენ საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც ყველა ბრძოლაში მან ნამდვილი მებრძოლის და ძალიან კარგი მოკრივის სახელი დაიმსახურა. რაც შეეხება ვალერი გოჯიაშვილს, ეს ახალგაზრდა მოკრივე უკვე ძალიან გამოცდილი მებრძოლია. ბოლო გამარჯვება საფრანგეთში სწორედ წლევანდელ წელს შეძლო ვალერი გოჯიაშვილმა და მინდა ვთქვა რომ არაერთი წარმატებული ბრძოლა აქვს წამოღებული ევროპიდან ვალერი გოჯიაშვილსაც. ვალერი გოჯიაშვილი გამოირჩევა თავისი ფიზიკური მონაცემებით, თავისი ძალით და ხასიათით. გურჯაანელი მოკრივე, რომლის კუთხეში ჩვენ ვხედავთ ზურაბ მექერიშვილს, თანამედროვე კრივის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია. რაც შეეხება ორთაბრძოლას, ჩვენ ვხედავთ სხვაობას ფიზიკურ გაბარიტებში. გოჯიაშვილი გაცილებით მაღალია რობაქიძეზე, თუმცა ნოდა რობაქიძეს ყველანაირ მეტოქესთან გამოცდილება აქვს მიღებული და დარწმუნებული ვარ ორივე მათგანი შესანიშნავ შოუს შემოგთავაზებენ ქართული კრივის ქომაგებს. ნოდა რობაქიძის კუთხეში ვერ ვხედავთ მის აღმზრდელ მწვრთნელს გიორგი ჯეირანაშვილს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, თუმცა დარწმუნებული ვარ აქ არის მისი სული და გული, რომელსაც არაერთი ძალზე წარმატებული მოკრივე ყავს აღზრდილი ბორჯომში. მათ შორის დღესდღეობით არაერთი ძალზე წარმატებული და პერსპექტიული მოკრივე ირიცხება ბორჯომის კრივის კლუბში, თუმცა უპირობოდ ბორჯომის კრივის კლუბის მთავარი ვარსკვლავი, ისევე როგორც ქართული კრივის არის ნოდა რობაქიძე. ზოგადად ბორჯომელი მოკრივეები ყოველთვის იმსახურებდნენ ძალიან დიდ პატივისცემას, თავისი ბრძოლის უნარიანობით, ხასიათით და კარგი შედეგებით. დასრულდა რაუნდი. ხედავთ რომ ორივე მათგანი არც ერთი დასრულებას არ აპირებს. საკმაოდ ინტენსიურად დაიწყეს პირველი რაუნდის კვალობაზე მებრძოლებმა. You back down, I doubled the load. Slept on the floor where dreams were bold. Doubt not once I left it cold. Woke up the fire that won't grow old. No trophy gleam, just rusted chain. Forged in the brain, again. You wanted praise, I wanted spine. The kind that stands when worlds decline. Your wins are counted by the crowd's applause. Love, minds etched in bone. მეორე რაუნდი ახლო შესვლა რობაქიძის
კარგი მოქმედება. თუმცა გოჯიაშვილმა შეძლო თავის დაცვა. ისე რომ დარტყმა არ მიუღია. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ქართული კრივის კომაგებს, რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი Boxing Georgia, სადაც თქვენ თვალს ადევნებთ აი ამ ორთა ბრძოლას. წინ ძალიან ბევრი საინტერესო მასალა გელით ქართული კრივის შესახებ. ბრძოლა კი ძალიან ინტენსიური გახდა. ნახეთ ნოდა რობაქიძე როგორი შეტევებით გადავიდა იერიშზე. თუმცა ვალერი გოჯიაშვილი ცდილობს კარგად უპასუხოს და არაფერი დაუთმოს მეტოქეს. არ არსებობს ვალერი გოჯიაშვილმა რინგზე რამე დათმოს. თავისი ენერგიის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს ეს მოკრევე. არის უტეხი ხასიათის. მე მქონია პატივი უცხოეთში ყოფილიყავი როგორც ერთი ისევე მეორე მოკრევის სეკუნდანტი და მინდა ვთქვა რომ მართლაც გამორჩეული ხასიათის მოკრევეები არიან ორივე მათგანი. და მართლაც რომელიც მათგანიც არ უნდა გახდეს საქართველოს ჩემპიონი დარწმუნებული ვარ იქნება აბსოლუტურად ღირსეული და დამსახურებული. უნდა ითქვას რომ ნოდა რობაქიძე ერთხელ უკვე არის საქართველოს საჩემპიონო ქამრის მფლობელი, მაგრამ მაშინ 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა ეს ქამარი რამოდენიმე წლის წინ და აი ახლა შანსი აქვს გაიმეოროს თავისი მიღწევა. ჩვენ ვხედავთ დაიძაბა რაუნდის ბოლოს ვითარება. ეს არ არის ნამდვილად სპორტული და სწორი საქციელი, არ ეკადრებათ მეტოქეებს, თუმცა რინგია, კრივია, ემოციებია. უმნიშვნელოვანესია ეს ორთა ბრძოლა, როგორც ერთი ისევე მეორე მოკრევისთვის და ახლა იძალებს ხომ ემოციები ხდება. თუმცა დარწმუნებული ვარ ბრძოლის მერე მხოლოდ პატივისცემა დარჩება მეტოქეებს შორის. ხედავთ თუ რამხელა დაძაბულობა აქვს აი ამ ორთა ბრძოლას. და აისახება თითოეულ მომენტზე ამ ბრძოლაში ეს ყველაფერი. რინგის თითოეულ მონაკვეთზე არც ერთი წამით არც ერთი მათგანი არაფრის დათმობას არ აპირებს. ვიცი რომ ორივე მათგანი სრული სერიოზულობით მოემზადა ამ ორთა ბრძოლისთვის, გაიარეს კარგი საწუხნელი შეკრებები, გაიარეს სხვადასხვა დარბაზებში სპარინგები და ჩანს კიდეც ეს ყველაფერი რინგზე. ძალიან კარგ ორთა ბრძოლას ვადევნებთ თვალს. ნოდა რობაქიძე შეტევაზე. და კлау კლინჩი. კარგი გაცვლა დარტყმების ორივე მოკრევის მხრიდან. რობაქიძე ცდილობს სივრცე შეუზღუდოს, აი ამ დისტანციიდან გოჯიაშვილი წვდება, უფრო მაღალია და გრძელი ხელი აქვს, თუმცა ახლო ბრძოლაში ცდილობს რობაქიძე შევიდეს. აქ უკვე
თვითონ აქვს უპირატესობა. დრო შეჩერდა, ასეთ დროს მსაჯი კუთხეს მიაწვის კაპს, დამცავ კაპს კბილებისას აუკეთებენ მოკრევეს და გაგრძელდება ორთაბრძოლა. კარგი გაცვლები, რა დარტყმები გაცვალეს მოკრევეებმა. კარგი შესვლა იყო რობაქიძის მხრიდან მუცელში და კლინჩში კარგად მუშაობს ვალერი გოჯიაშვილი. მსაჯი გახლავთ გელას ხირტლაძე, ერთ-ერთი ძალიან გამოცდილი მსაჯი, კარგი მოქმედება ვალერი გოჯიაშვილის, კიდევ უფრო კარგი შეტევა. ნამდვილად ამართლებს მოლოდინებს ბრძოლა საქართველოს ჩემპიონის ქამრისათვის. როგორი აქტიური მუშაობა მიდის ახლო ბრძოლაში და უდიდესი ენერგია მიაქვს აი ამ ახლო ბრძოლას. ძალიან დიდი ძალა და ენერგია სჭირდება, აი თან ჭიდაობენ და თან ისე იბრძვიან. ახლო ბრძოლა კლინჩში მუშაობა უმნიშვნელოვანესია პროფესიონალურ კრივში. ძალიან კარგად იმუშავა ორივე მათგანი. ისეთი ბრძოლაა ნამდვილად არ მოიწყეს გულშემატკივარი, ყოჩაღ ბიჭებს. ქონდა კიდეც მსგავსი მოლოდინი და სრულდება კიდეც ყველაფერი. Watch how real men earn their flame. 1% love, 99 grit, 0 shorts. მინდა გითხრათ გულშემატკივრებს, რომ საქართველოს პროფესიონალური კრევის კავშირი ინტენსიურად აგრძელებს საკრიო შოუების ორგანიზებას. You flinched at pressure, I breathed it in, turned every setback to skin beneath skin, no highlight reel. და მომავალ საკრიო შოუ ჩვენ შეგვიძლია ნახოთ 2 მაისს და შემდეგ უკვე თითქმის ყოველდღიურად გრძელდება პროფესიონალური კრივის შოუები დიდი ინტენსივობით. და ეძლევა შანსი ქართველ მოკრეებს წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები. ჯებებით ცდილობს ფონს გასვლას გოჯიაშვილი. რობაქიძე კი ელოდება თავის შანსს, რომ ახლო შევიდეს, დისტანციაში ამციროს და მძიმე დარტყმა მიაყენოს. უძლიერესი დარტყმების გაცვლა. რა დარტყმებს უძლებენ მეტოქეები? ძალიან მაგრად იბრძვის ორივე მათგანი. აი ეს არის უკვე გამოცდილი მოკრევეების ჯახი. ჩვენ აქ ვნახეთ ახალგაზრდა დებიუტანტი მოკრევეები, რომლებიც უშვებენ ძალიან დიდ შეცდომას და ძალიან ინტენსიურად იწყებენ და მერე ისე ვეღარ აგრძელებენ ბრძოლებს, რაც არ ითქმის გამოცდილ მოკრევეებზე. რა ტემპში დაიწყეს, მხოლოდ და მხოლოდ უმატებენ. ნოდა რობაქიძეც და ვალერი გოჯიაშვილიც. აი ეს არის უკვე შემდეგი ლეველი პროფესიონალური კრივის. მით უმეტეს, როცა ბევრი რაუნდები გაქვს საბრძოლი,
ტემპი უნდა აკონტროლო. ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორიც კი აღმოჩნდეს ორთა ბრძოლაში. მუშაობა კლინჩი. არც ერთი მათგანი უპასუხოდ არ ტოვებს თითოეულ დარტყმას. კვლავ ჯებით ვალერი გოჯიაშვილი. კარგი მუშაობა ჯებში. კლინჩი ნოდა რობაქიძისგან. ინტენსიური ორთაბრძოლა, ინტენსიური დარტყმები. ცოდნა უნდა კლინჩი მუშაობას და ორივე მათგანი შესანიშნავად მუშაობს. კარგი შეტევა იყო რობაქიძის, მაგრამ გოჯიაშვილმა ძალიან კარგად უპასუხა ამ შეტევას და ისევ ახლო ბრძოლაში გრძელდება დაპირისპირება. ძალიან ინტენსიურ, ძალიან კარგ ორთაბრძოლას ვადევნებ თვალს. არ ვიცი. საჯებს. თული გადაწყვეტილებების მიღება. ვინდა გითხრათ რომ ამ შეხვედრის მსაჯები არიან სანდრო ტურმუში, მერაბ მაისურაძე და დავით ნაზარაშვილი. გამოცდილი მსაჯები, ხოლო რინგზე რეფერი WBC და EBU სერტიფიცირებული რეფერი გელას ხირტლაძე. ყველასაც საყვარელი პიროვნება და ამავდროულად წვრთნელი. ძალზე ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. ნახოთ. არც ერთი წამით არაფრის დათმობას არ აპირებს არც ერთი მათგანი. გააქტიურდნენ, აი ამას ვამბობდი. მოკრივეები, რაც უფრო რაუნდები ემატება, აქტიურობა მატულობს. კარგი შესვლა ნოდა რობაქიძის. ღვიძლშიც გაუტარა დარტყმა მეტოქეს. შორიდან დაიწყო გოჯიაშვილმა. ახლო დისტანციაზე ძალიან სახიფათოა ნოდა რობაქიძე. კარგი დარტყმა. და მუშაობა ახლო ბრძოლაში კვლავ.
კარგ შეტევაზეა კлау რობაქიძე. ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ მებრძოლს. ძალიან ბევრი რამე უნახავს მსოფლიო კრივში. კიდევ ერთი კარგი დარტყმა. თუ კი ვინმე შეიძლება ვთქვათ, რომ არის ნამდვილი მებრძოლი საქართველოში, ერთ-ერთი სწორედ ნოდა რობაქიძეა, რომ გადახედოთ მის კარიერას დარწმუნდებით თითოეული მათგანი ამ ყველაფერში. იწყება მე-6 რაუნდი. ნახევარი გაილია. თუმცა აი ახლა იწყება მართლაც გადამწყვეტი ეტაპი ამ ორ ბრძოლის. როგორც არ დაიწყოს კრივი, საქამრე ბრძოლებში ბოლო რაუნდებისკენ წყდება ხოლმე ბედი. ჩვენ თუ გახსოვთ გასულ წელს 59 კილოგრამში გათამაშებული ქამარი, იქაც სწორედ აი ასე წარიმართა ყველაფერი ინტენსიურად და ბოლოს წინა რაუნდში გადაწყდა ერთი დარტყმით იმ ქამრის ბედი. ასე რომ ეს არის პროფესიონალური კრივი, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გარდატეხა შეიტანოს ერთმა ან მეორე მოკრივემ ნებისმიერი დარტყმით. თუმცა ნოდა რობაქიძე არ ვიცი როგორი ინტენსიურობით მიდის წინ. ერთი წამით არ ეტყობა დაღლა. თავის მხრივ არლერი გოჯიაშვილი, როგორც უკვე თქვი, ის მებრძოლია, რომელიც არაფერს არ დათმობს, არც ერთი წამით. ნამდვილი მეომარი, რომელიც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს. აი ახლა დგება ის მომენტი, როცა მზადების პროცესში დაღვრილი ოფლი, ნარბენი კილომეტრები ამბობენ თავის სიტყვას, ვის ეყოფა მეტი გამძლეობა. ვის შეერთა მეტი ინტენსივობა, ის მიაღწევს წარმატებას. ნოდა რობაქიძის კუთხეში ჩვენ ვხედავთ მისივე ძმას დავით რობაქიძეს, ასევე პროფესიონალ მოკრივეს და გიორგი უნგიაძეს. ყველასათვის კარგად ნაცნობ ფოთელ მებრძოლს, ვეტერანს პროფესიონალური კრივის. რაც შეეხება გოჯიაშვილის კუთხეს, არანაკლებს თამბეჭდავია მისი კუთხე, მისი მწვრთნელი მექერიშვილი. მსოფლიო ჩემპიონი გარი უმაგრებენ ზურგს ამ ბრძოლაში. აი ხედავთ, ნოდა რობაქიძე კლინჩში კი არ ისვენებს, კლინჩში მუშაობს. კლინჩში მუშაობა არის უმნიშვნელოვანესი, ბევრი ვერ ახერხებს ამას სწორად, თუმცა არა ეს მოკრივეები. დასრულდა. კიდევ ერთი საინტერესო და დაძაბული რაუნდი. და ვფიქრობ, სულ მალე იქნება
It's so hard now. Trying hard now. Oh, he's ready. Gonna make a move, yeah. Oh, he's ready. Oh, he's ready. And making moves, yeah. ნამდვილად აი ახლა იწყება გადამწყვეტი რაუნდები. მე-7, მე-8, მე-9, მე-10 რაუნდი ძალიან მნიშვნელოვანია. და ხედავთ რა დარტყმა ნოდა რობაქიძის შესრულებით, თუმცა პასუხიც არანაკლებ კარგი, მაგრამ ეს ვერ აჩერებს ნოდა რობაქიძეს. პიტბულივით მხოლოდ წინ და წინ, მხოლოდ წინ და წინ. ეს არის მისი გუნდის დარიგება, რომ ახლო უნდა იყოს იცის ვალერი გოჯიაშვილს. გაცილებით გრძელი ხელი აქვს, მაღალია და სულ ახლო უნდა იყოს, სულ უნდა მიეწებოს ზედა ასეთ სასრულებს ამ ყველაფერს ნოდა რობაქიძე. გოჯიაშვილი კი ახლო ბრძოლაშიც კარგია, თუმცა მისი ეფექტურობა შორტ დისტანციაზე გაცილებით უფრო გაიზრდებოდა. კлау ახლო ბრძოლა, კлау კლინჩი. მე ვფიქრობ, გოჯიაშვილს ეს არ აწყობს, თავის სიმაღლე მეტად უნდა გამოიყენოს. აი ასე უნდა იმუშაოს ვალერი გოჯიაშვილმა, თუ უნდა წარმატების მიღწევა. დისტანციიდან მას აქვს ნამდვილად უპირატესობა. Tried to whisper, I slammed the door. Woke up the ghost I was fighting for. No trophy case, just a rusted chain. Link by link through the acid rain. You wanted glory, I wanted steel. Truth in the tension, real in the field. You measure wins by the crowds out here. I count the nights I refuse to disappear. One person love. Why I never smile for the lambs. ბოლო დარიგებები სეკუნდების მხრიდან Because respect isn't rented. და განახლდა ორთა ბრძოლა. კარგი შესვლა იყო ვალერი გოჯიაშვილის. აი ასე დისტანციიდან უნდა იმუშაოს ვალერი გოჯიაშვილმა. გაცილებით უკეთ გამოსდის. გრძელი ხელი აქვს, ფიზიკური შესანიშნავი მონაცემები აქვს ვალერი გოჯიაშვილს. უძლიერესი დარტყმა აქვს, უძლიერესი მოკრევია.
კარგი ორთაბრძოლა კუთხეში. მაგარი დარტყმები გაცვალეს მოკრივეებმა. საიდან ამდენი ენერგია ბიჭებს? ყოჩა. ეს არის ნამდვილი დაუნდობელი ორთაბრძოლა. სანახაობა, რომელიც ასე უყვარს კრივის კომაკს. ყოჩა მოკრივეებს. აშკარად გააქტიურდა ვალერი გოჯიაშვილი და ხედავთ როგორი ინტენსიურობით მიილტვის გამარჯვებისკენ. კარგი დარტყმა იყო ეს კი ნოდარ რობაქიძის ასტიკი პასუხი. საოცარ ორთაბრძოლას ადევნებს თვალყურს ქართული კრივის კომაგი. აი ეს არის კრივი. ეს არის ის რისთვისაც ყველას უყვარს სპორტის შესახეობა. ნამდვილი სპორტი. უდიდესი ემოციები, მაყურებელი ტრიბუნებიდან ჩამოვიდა და რინგს შემოეხვია გარშემო. ემოციებს ვერ იკავებენ, შორიდან ყურება ვეღარ შეძლეს და ისია ემოციები ლამის რინგში შევიდნენ თვითონ შიგნით. უხდება კრივს ეს ყველაფერი. საოცარი საკრივო საღამო გამოვიდა, საოცარი საკრივო ატმოსფეროა შექმნილი აი ამ შოუზე. გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის, რომ დღეს გადაჭედა ტრიბუნები მოვიდა და ასე ჩაერთო და დარწმუნებული ვარ არავინ არ ინანებდა ვინც ამ შოუს ესწრება ახლა აქ. და არც ისინი ინანებენ ვინც YouTube-ზე ადევნებს თვალს ჩვენს რეპორტაჟს მომავალ ბრძოლებზე თითოეულ მათგანს ველით უშუალოდ დარბაზში. როგორც დაიწყეს მოკრივეება ინტენსიურად იმ ბრძოლაში, იმ რიტმში აგრძელებენ, უფრო მეტშიც უმატებენ და უმატებენ. აშკარაა, რომ ძალიან მაგრად მოემზადა ორივე მათგანი. აშკარაა, რომ სრული სერიოზულობით მიუდგა საკითხს და ასეც უნდა ყოფილიყო. Shadows bar where I walk, nowhere going. კარგი დარტყმა იყო გოჯიაშვილისგან. აი შორიდან დისტანციიდან ცდილობს გოჯიაშვილი, თუმცა ძალიან ინტენსიურია. ნოდა რობაქიძე, კარგი დარტყმების სერია. გამოვიდა სიტუაციიდან გოჯიაშვილი პირდაპირებით ცდილობს მეტოქის გატეხვას. კიდევ კარგი დარტყმა. ხედავთ რომ წარბია თვალთან აქვს გახეთქილი კანი რობაქიძეს, თუმცა რობაქიძისთვის ეს არაფერია. კიდევ ერთი მაგარი ჯახი. ემოციები პიკს აღწევს რინგზეც, რინგს გარეთაც. ყველას თავისი შეძახილი აქვს, ყველას თავისი რჩევა აქვს, თუმცა კრივი ყველაზე მარტოხელა სპორტი იმიტოა, რომ რინგზე მოკრივე იღებს გადაწყვეტილებას და თავადვე ასრულებს.
ღვიძლში ძალიან კარგი დარტყმა რობაქიძის, შემდეგ მუშაობა კლინჩი და კვლავ ინტენსიური ბრძოლა წავიდა მაყურებელთა შეძახილის ფონზე. საოცარი დაპირისპირება. ახლო დისტანციაზე ასეთი ინტენსიური ნამდვილი ომი. ნამდვილი ომი შემოგთავაზეს მოკრივეებმა. ჰაილაითები, რომელიც დაამშვენებდა ნებისმიერ მსოფლიო შოუს. შეგვიძლია ამ ორთა ბრძოლიდან ამოვიღოთ და გავუშვათ. აი ეს არის ქართული კრივი. უმაღლესი დონის. და მე მადლობელი ვარ კიდევ ერთხელ ამ მართლაც გადაჭედილი დარბაზის დარწმუნებული ვარ მაყურებელთა აქტიურობამ გადაჭედილმა დარბაზმა თავისი დიდი როლი შეასრულა რომ აი ესეთი მაგარი შოუ გამოვიდა დღეს. მომავალ შოუებზე კიდევ უფრო მეტი მაყურებელი უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ ქართველი მოკრივეები მართლა იმსახურებენ ამას. არავის ნაკლები ბიჭები არ ყავს, არავის ნაკლები შედეგების დადება არ შეუძლიათ. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის წლების მუხლჩაუხრელი მუშაობა ფასდება და დარწმუნებული ვარ ქართული კრივი გადადის ახალ სიმაღლეზე. რის შემდეგაც უკვე მსოფლიო მწვერვალების დაპყრობაა. ახლა კი სწორედ ახლა საჭირო მაყურებლის გვერდში დგომა, სწორედ ისეთი როგორც დღეს ხედავთ და როგორც დარწმუნებული ვარ მომავალ შოუზე თუნდაც 2 მაისს ვიხილავთ. ხედავთ ვალერი გოჯიაშვილი საერთოდ არ არის დაღლილი, მზად არის გააქტიურდა გულშემატკივარი ვალერის ყვირიან, ნოდოს ყვირიან, ნოდა რობაქიძეს უბრალოდ ხელთათმანზე ახვევენ სახვევებს, რადგან აძვრა უსწორებენ პაუზა ბრძოლაში, რომელსაც ავსებს მაყურებლის სულის შემძვრელი ყიჟინა, საოცარი ატმოსფერო. და ერთი სული აქვს მოკრივეებს ჩაერთო ბრძოლაში, გადაეხვინენ ერთმანეთს. ეს არის ეს ქართული კრივი. და წავიდა ისევ ომი. ქართული საკრეო შოუს საოცარი ფინალი. ჩემ თვალში, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ბრძოლა, ეს ბიჭები ჩემპიონები არიან. ძალიან დიდი ინტენსიურობით იბრძვიან, ვინც არ არის კრივში გარკვეული. შეიძლება არ იცოდეს, რომ ურთულესი აი ეს ახლო დისტანციაზე, აი ესეთი ინტენსიური ბრძოლა, ამდენი რაუნდს განმავლობაში, აი ჩვენ ნახეთ, რა ხდება ხალხო. გლადიატორები არიან ესენი. უდიდესი საბრძოლო სულით. ნებისმიერი პრომოუტერი ნებისმიერ შოუზე ინატრებდა მსგავსი ინტენსივობის, მსგავსი ემოციის და ხასიათის ბრძოლას. ბევრს კარგავს ყველა ის, ვისაც კრივი არ უყვარს, ვინც ამ სანახაობას დააკლდა. ალბათ ბევრი ნანობს, ვისაც შეეძლო მოსვლა და არ მოვიდა და ახლა ამ შოუს უყურებს. არა უშავს მეგობრებო. ქართველი მოკრივეები დაამტკიცებენ, რომ სპორტის საუკეთესო სახეობაა კრივი. საუკეთესო შოუები იმართება პროფესიონალურ კრივში. ნამდვილი ომი, ნამდვილი გლადიატორები თუ გინდათ შეგიძლიათ აქ ნახოთ, ნამდვილი პატივისცემაც
ჩვენ ვიცით და ეს არის ნამდვილი სპორტი. ორი ვაჟკაცის დაუნდობელი შერკინება, რომელიც რინგზე იწყება და რინგზევე სრულდება. უძლიერესი დარტყმების გაცვლა. საოცარი ბრძოლა. სრული დაუნდობლობა რინგზე. სრული დაუნდობლობა. არ ვიცი, საიდან შერჩათ ბიჭებს ამხელა ენერგია, რომ აი ასეთი ინტენსივობით იბრძოლონ. აი ასეთი ინტენსივობით დასრულდა ბრძოლა. საოცარი დაპირისპირება. ძალიან დიდი მადლობა ორივე მოკრივეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს არ იყო საკრივო ბრძოლა, ეს იყო ნამდვილი ომი. ძალიან მაგარი საკრივო შოუს მოსწრენი შევიქენით. ჩემთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ორივე მათგანი ჩემპიონია. საოცარი დაპირისპირება შემოგთავაზეს მოებმა. ეს არის ის, რის გამოც ყველას გვიყვარს კრივი. ეს არის ის, რის გამოც აღბერთებენ სპორტის სამსახეობას მთელ მსოფლიოში. შოუ შედგა. გულშემატკივარი კმაყოფილია და ველით საბოლოო ვერდიქტს. ორივე მათგანი ცოდოა წაგებისთვის, ორივე მათგანი ჩემ თვალში ვიმეორებ ნამდვილი ჩემპიონია, მაგრამ ჩემპიონის გამარს მხოლოდ ერთი გადაიკიდებს დღეს ამ მართლაც შესანიშნავ შოუზე. დაველოდოთ საჭთა გადაწყვეტილებას. Kalbudonebo და ბატონებო. საქართველოს ჩემპიონს კამარს გადასცემს მსოფლიოს ჩემპიონი, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტი, ლეგენდარული მოკრივე, ბატონი გიორგი კანდელაკი. მაშასე მეგობრებო, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტი, ლეგენდარული ქართველი 10 რაუნდის შემდეგ ვეცნობით მსაჯთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. გვერდითმა მსაჯებმა დაწერეს შემდეგი ქულები: 100-90, 93-98, 96-95. ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონი 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა ნოდარ რობაქიძე. You trade your passion for glory. Don't lose your grip on the dreams of the past. You must fight just to keep them alive. It's the eye of the tiger. It's the thrill of the fight. Rising up to the challenge of our rival. And the last known survivor stalks his prey in the night. And he's watching us all with the eye of the tiger.